იცოდით, რომ ფარველობის ქვეშ ხართ. ღვთიური ენერგიების ფარველობის ქვეშ ხართ. ყოველი ადამიანი, ვინც მოგაყენებს ზიანს, ძალიან დაესჯება. და ვინც მოგაყენა, ისინიც ისჯებიან. თავისი საქციელის შედეგად თავად მიიღებს კოშკს, პრობლემებს. დაესჯება, ძალიან დაესჯება. ძალიან დაესჯება, მეგობრებო. ვინც გაწყენინებთ. შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში ახლა რთული პერიოდია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ დასჯილი ხართ. ან მიტოვებული ხართ, თუ მიტოვებულად გრძნობ თავს, ეს ასე არ არის. ეს საჭიროა, რომ საკუთარ გზას და დანიშნულებაში უფრო გაერკვიო საკუთარი გზის დანიშნულებაში. გაერკვიო უნდა. ამ ქვეყნად თქვენ შემთხვევით არ მოსულ ხართ ძვირფასებო. ძალიან დალოცვილი ადამიანი ხართ. გფარავენ ყოველ დღე. თქვენ ამას შესაძლოა გრძნობდეთ კიდევაც. თქვენი გზა არის სიკეთის კეთების გზა, რომ იცოდეთ. მხარდაჭერა გაქვთ სამყაროსგან. თქვენი მისია აკეთოთ სიკეთე. ყოველ დღე სხვათა შორის უნდა აკეთოთ სიკეთე. ეს არის თქვენი მისია. თქვენი მისია, მეგობრებო, აკეთოთ სიკეთე. თქვენი მფარველი ანგელოზები მუდმივად თქვენთან არიან. სხვათა შორის ძალიან გიცავენ, სულ ცვლილებებში ხართ, სულ ტრანსფორმაციებში ხართ, გიცავენ. ზიანის მიყენების საშუალებას არავის არ აძლევენ. ძალიან უნდა გჯეროდეთ საკუთარი თავის და იარეთ სინათლის, სიყვარულის და სიკეთის გზით აუცილებლად და გახსოვდეთ, რომ თქვენი ცხოვრება მიზანს და მნიშვნელობას ატარებს. თქვენ ახლოს ხართ ამ ბედნიერებასთან ახლოს, ატარეთ ბედნიერება გულით. თასების ტუზი, მეგობრებო. ჯეროდეთ საკუთარი თავის. წარმატებები ჩვენ.